ბიძინა ივანიშვილი ხდება თავის ნათესავების გაჭირვების ყურებით. მექსიკის გავლით მოდიან ამერიკაში, რომ ოჯახები არჩინ. შურისძიება ოლიგარქის სახელით. შვილივით გაზრდილ გომელაურს, რომელსაც სიცოცხლეს ენდობოდა დღეს, რანაირ არ უცელებს გომელაურს დაუნგრია მთელი ცხოვრება. დღეს ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილის ნათესავთან, რომელმაც საქართველოს დატოვა და 8 საათზე მოყვება ამბებს ოლიგარქის შიდა კულუარებიდან. წარმოდგენა არა გაქვს თოცები რაფაილებს თმობენ ერთმანეთს. ძალიან სულ ფაილებს. პირადი ცხოვრების ამსახველი დოსიეები აქვს ერთმანეთს. როგორ გასცემს უკანონო მოსმენების ბრძანებებს ბიძინა ივანიშვილი და რატომ აინტერესებს მღვდლების პირადი ცხოვრება? თუ შენ სულთ ახარ მას არ ჭირდები, მაგრამ შენ თუ გაისურები, მაშინ მისთვის საჭირო ხარ, იმიტომ რომ შენზე ზემოქმედების ბერკეტი ქონდეს ყოველთვის. როგორ დაიგეგმა არეულობა მოსამართლეების ქეიბზე? ბიძინა ივანიშვილზე უნდა მეკითხა ბატონ ლევან. მისი რჩევა იყო რესტორანში წვეულების მოწყობა? და რატომ აწყობდა ივანიშვილს მოსამართლეებისთვის კვერცხები ესროლათ? ბიძინა ივანიშვილიდან მურუსიძე მიიღო ის პასუხი, რომ კიდევ ერთხელ მოხვალ ჩემთან სავაჭროთ, მე შენ უსაფრთხოებაზე ვიტყვი უყვარს. რა წელი მიდის ბიზნესებიდან ივანიშვილის ნათესავებთან? უჩა მამაცაშვილი იყო ბიძინა ივანიშვილის ინკასატორი. სანადიროდ გაშვებული ძაღლი, რომელსაც მოქონდა პროცენტები. ივანიშვილის ნათესავი, რომელიც წლებით ავადაც აჭარაში ბიზნეს ფლობდა, დღეს მოყვება ამბებს თორნიკე რიჟვაძის მამაზე. ვახო გომელაური, რომელსაც სასტუმროს ნომერში რა ფორმაზე ეძინა, ყველაფერი ქონდა დათორიჟვაძეს ჩაწერილი. დიდი სუმკებით მიიტანა სუსში. ხმაურიანი ბრალდებები ქართული ოცნების სტაჟიანი მცველისგან. ყალაძესთვის არის სასჯელი თბილისის მერობა. ბიძინა ივანიშვილის ტყვე არის. ამბები, რომელიც საჯაროდ აქამდე ზედაპირზე არ ჩანდა. ნახეთ დღეს საღამოს 8 საათზე. ბიძინა ივანიშვილმა ყობახიძესო დაურეკა გუნდის წინაშე, ისეთი დაამცირა და ისეთი სიტყვებით გალანძღა. საქმეები ყოფილი მინისტრების წინააღმდეგ. სუსის ანტიკორუფციულმა სამსახურმა დაიწყო გამოძიება თქვენ საქმიანობას იკვლევენ ბატონო. შაბათის ეთერმა დაადგინა, რომ მილიონიანი ტენდერების დოკუმენტები სამინისტროებიდან გამოსაძიებლად გადააგზავნეს. ეს დოკუმენტი ხარსელაძის ციხისკენ მიმავალი გზა შეეცდომს. მოგვეცით, რომ შიდა სამსახურეობრივი მიმოწერა, შიდა სამსახურეობრივი მიმოწერა დაჭდა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ახალი შეფი ადასტურებს, რომ რაც იპოვეს საეჭვოა და საბუთები ანტიკორუფციულ სააგენტოს გადასცეს, საიდან ტყდებოდა მილიონები დიდი ფულის სამინისტროში. ბატონო ირაკლი, შემდეგი ხარსელაძე იქნება, ვისაც ბორკილებს დაადებთ. პოსტებიდან წასულ ოცნების მინისტრებს ბიზნესწილები გაუჩნდათ, ვიდრე თანამდებობებზე იყვნენ, მათი შემოსავალი მხოლოდ ხელფასი იყო. როგორ დააფუძნეს სამშენებლო კომპანიები გადამდგარმა ჩინოვნიკებმა. რა არის? აი, ბოდიში ახლა. ერთი ბატონო, რა შვებით, არ მწვენია? დღეს შაბათის ეთერში 8 საათზე გიყვებით ვისი მასალები გადააგზავნეს გამოსაძიებლად და ვის ტენდერებში ეძებენ მილიონების კეთების კვალს. ყალაძე და კადიროვი თბილისის მერის საერთო სამეგობრო და ცხოვრების საერთო წესი ჩეჩნეთის ლიდერთან. Вы считаете, что Абхазия это Грузия? Я не знаю. დღეს 8 საათზე პირველი ინტერვიუ ხამზად ჩიმაევთან, კადიროვის ძმაკაცთან, რომელსაც თბილისში ყალაძე მასპინძლობდა. Торглась Россия в Грузию? Откуда мне знать? Я не политик, я спортсмен. ვინაჩუკა კადიროვის ნახევარმილიონიანი პორშე თბილისში. ბატონო კაკი, ჩიმაევთან დაკავშირებით მინდა კითხოთ. ბატონო ხოლმე ამ ადამიანს ჩიმაევს რატომ აჩუქეთ მანქანა? იმიტომ ჩემი ძმაკაცი. არ მაქვს უბრალოდ. და ვინ გაუმწვანა ეკეთებინა ყველაფერი საქართველოს გზებზე რაც მოუნდებოდა. საგზაო მოძრაობის წესებს არ იცნობთ, მე რა გიშველოთ მითხარი. ეს დარღვევა არ არის ხო? უწყვეტი ხაზი გადავიდა. არა, უწყვეტი ხაზზე გადავიდა. ვის ეკუთვნის თბილისის ფერარის და პორშეს პრემიალური ავტომობილების შოურუმი, სადაც კალაძე და ჩიმაევი პოზირებდნენ. ამა თქვენი იყო კრიმინალური ავტორიტეტი. იყო. დღეს 8 საათზე კალაძე და კადიროველები. ნახეთ რა კავშირი აქვს და რა საერთოს პოულობს ის ჩეჩნეთის ლიდერთან. სკანდალური ინტერვიუ ციხიდან რა მასალები დაუტოვა დაკავების წინ გიორგი ჩიკვაიძემ საქართველოში ამერიკის საელჩოს. მიმდინარეობს საერთაშორისო გამოძიება ჩვენ დღეს ვართ უმძიმესი ექსპერიმენტის ქვეშ. კაცი, რომელიც ივანიშვილს რუს ოლიგარქებთან კავშირებში ამხელდა, ახლა ამტკიცებს, რომ რუსული სპეცსამსახურების საიდუმლო ოფისები თბილისშია გახსნილი. მათი დავალება იყო
საიდან მოხვდა რუსული კოლ-ცენტრების თბილისურ ოფისებში ამერიკის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლების დოსიეები? ეს ფაილები დამუშავებულია და შექმნილი არის მოსკოვში. FBI და ამერიკის სახელმწიფო უწყებები ვის პირად მონაცემებს ამუშავებენ თბილისში? ნახეთ 8 საათზე.